გინდათ ასეთი ცხრილი თქვენს გააკეთოთ? ამისთვის მოდი დავიწყოთ ამ ცხრილის შექმნა. მოცემული ცხრილი პირველ რიგში სტატუსების აიკონები უნდა გავაკეთოთ. ამისთვის მოვნიშნავს რა სტატუსების მწკრივს, threads, შევალ conditional formatting-ში, გადავალ manager rule-ში, ავირჩევ new rules, შემდეგ აი აქ ჩამოშლდა icon sets გავაკეთებ. icon set-ში ავირჩევ ასეთ აიკონებს, როგორც წინა ფაილში ქონა გაკეთებული. აქ ტიპებში, ტაიპებში ნამბერებად გადავაკეთებ და აქ დავწერო რომ ორიანი იყოს, აქ ერთიანი. და ამ სახელის ნიშნის მაგივრადაც წითელ X გამოვიყენებ. იმისთვის რომ მარტო აიკონები ჩანდეს, აქ უნდა ჩავართოთ show icon only და OK-ს დავაჭიროთ და უკვე აქ ორიანს დავწერ. ასეთი მწვანე წიჩკა იქნება, თუ ერთიანს დავწერ, წითელი X იქნება. ესენი გავაშუალოთ რომ შუაში იყოს. შემდეგ უკვე, როდესაც ორიანს დავწერ, აქ უნდა გადაიხაზოს დავალება, ხოლო როდესაც ერთიანს დავწერ, უნდა გამიწითლოს და გამიპოვოს ეს დავალება და როგორ გავაკეთოთ ეს. ამისთვის მოვნიშნოთ დავალებების დასახელებები, ისევ შევიდეთ conditional formatting-ში, manager rules გამოვიძახოთ, მივცეთ new rules. შემდეგ აი აქ ქვემოთ არის ბოლოში user formula და აი ამ relax-ს დავდგებით და აქ უნდა ჩავწეროთ შემდეგი ფორმულა, რადგან მონიშნა გვაქვს პირველივე დავალებიდან, პირველივე დავალების გასწრებ სტატუს უჯრაზე დავდგები და მოვნიშნავ, რომელსაც დოლარის ნიშნები მიეწერება, აი აქ დოლარის ნიშნებს აუცილებლად მოხსნი. და აქ დავწერო რომ ტოლია 2-ის თუ ანუ პირველ უჯრაში ჩაწერე სტატუსში ჩაიწერება 2, მაშინ რა უნდა გააკეთოს? შევდივართ formatting-ში. Formatting-ში, როდესაც შევალთ, აქ ფონტებში არის აი ეს ღილაკი გაშავებული და ამას უნდა დავაჭიროთ ერთხელ, რომ ასეთი წიჩკა გაუჩნდეს. და ფერის მისაცემად აი აქ ავტომატიკ რო წერია, ჩამოშლი და მივცემ აი ასეთ მწვანე ფერს. დავადეთით ეს ორიანის შემთხვევაში რა უნდა მოუვიდეს, OK-ს დავაწვევი აქ. აი აქ ორიანს დავაწვევი, გადაიხასა და მწვანედ გაფერად და ეხლა უნდა უთხრათ ერთიანის შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს, ისევ მოვნიშნავ დავალებებს, შევალ conditional formatting-ში, manager rules-ში ავირჩევ ისევ new rules, ისევ user formulas მივცემ აქ და აქ უკვე უნდა დავწერო რომ ისევ ეს უჯრა ტოლია 1-ის, დოლარის ნიშნებს ახაც მოხსნი, აუცილებლად. შევალ ისევ ფორმატში და ფორმატში აქ ავტომატიკში ავირჩევ რა წითელ ფერს და გასაბოლდებლად აი აქ ცოტა გავაბოლდოთ. OK, აქაც და OK. და აი აქ რო ერთიანს დავწერ, გაწითლება დავალება, თუ ორიანს ისევ გადაიხაზება და ასე იმუშავებს ჩვენი ცხრილი.